მოგესალმებით, დღეს გვექნება საუბარი უახლოესი ერთი კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. საუბარია 2-8 თებერვლის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე, რომელსაც წარმოგიდგენთ მე, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ დედამიწა შედის ხორბლთიანო ველში და მოიტანხმოთ, რომ ეს მოვლენა, დაახლოებით ყოველ შემთხვევაში დაახლოებით 17-18 თებერვლამდე გასტანს. ამიტომ ვიღოთ ყურადღებით, როცა დედამიწა ხორბლთიანო ველშია, ტრადიციულად ჯანმრთელობასაც ექმნება სერიოზული პრობლემები, ურთიერთგაგება მცირდება ადამიანებს შორის, პრობლემების, კონფლიქტების წარმოქმნის ტენდენცია 1-2 იმატებს, ასე დროს და რთულდება იდეების რეალიზაცია. ამასთან ერთად მოდით აღვნიშნოთ, რომ რადგან ჩვენ გვაქვს ორ შაბათს, ანუ ორში სავსე მთვარეობა, ეს აღნიშნავს იმას, რომ ზე და მთვარე უპირისპირდება ერთმანეთს ლომის და მერწყულის ზოდიაქურ ღერზე, ეს დღე ითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს და წინ დახედულობას. არაფერი ახალი მშვენი ამ დროს არ დაიწყოთ. არავითარი კონფლიქტები და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ეს დღე მშვიდად გაიაროთ, არაფერი ახალი მშვენი გრანდიოზული, არავითარი მოლაპარაკებები, ესე იგი ორ შაბათი დღე გავიაროთ მშვიდად. პროვოკაციებს არ ავყვეთ, გავუწყვილდით გულსიზარღვან სისტემას, ხედველობის ზონას და ასე შემდგომ. რა შეეხება შაბათს 7 რიცხვია იგი თებერვლისა, შაბათი ფრთხილად გავიაროთ იმ კუთხით, რომ აქაც გარკვეული გეომაგნიტური ტენდენციები შეიძლება წარმოიქმნას, ზოგიერთმა შეიძლება ჯანმრთელობის კუთხით იგრძნოს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის სხვა მოვლენა. შაბათს მერკური, ინტელექტის გონების მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს თევზების ზოდიაქოში, რის შედეგად თითოეული ჩვენთაგანის გონება გახდება უფრო ინტუიციური, უფრო ემოციური, უფრო მგზნობიარე, ინტერესი კოსმიური საიდუმლოებების, რელიგიური, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური საკითხებისადმი, პოეზიური, ლიტერატურული ნიჭი, უნარი, ადამიანში უფრო მეტად გაღვივდება, შემოქმედებითი ნიჭი უფრო მეტად განვითარდება, თუმცა ამავდროულად შეიძლება გაძლიერდეს ზედმეტი, მოდი ასე ვთქვათ, ფიქრი წარსულზე. გარკვეულწილად ცოტა მანიაკალური აზრების აკვიატების უნარი შეიძლება გაძლიერდეს ცოტა მეტად ასევე ფანტაზიები, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ილუზიებში და თვითმოტყუებაში გადავა. ტყუილებისადმი მიდრეკილებად ცოტა მოიმატებს. ანუ ამ დატვირთვით ნეგატიურ ტენდენციებს მეაქცევთ ყურადღება, რომ უკვე 7 თებერვლიდან გახდება თვალშის საცემი. რადგან დედამიწა ხორბლთიანო ველში არის, ყველა ზოდიაქოს ნიშანი ამ ტენდენციებს გარკვეულწილად იგრძნობს. მაგალითად, ხეთ იმისა, რომ ვერს და ერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობას ისინი არ ურჩივიან, ეს მაინც გარკვეულწილად რთული პერიოდი გამოიწვევს პირად ტრანსფორმაციას. ზოგიერთ შემთხვევაში მოიხდება ზოგიერთი თქვენი მსოფლმხედველობის და წარმოდგენის შეცვლა, ან ცხოვრებისული პოზიციის შეცვლაც კი. ამასთან ერთად აღვნიშნოთ ის, რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ცხოვრებისულ პრობლემებს, ასე ვთქვათ, გვერდიაუაროთ ან გადაწყვიტოთ და კონფლიქტურ სიტუაციასაც სხვათა შორის მოაგვარებთ, იმიტომ რომ არ შეუშიშარი ხასიათი გაქვთ, მებრძოლის სულისკვეთება, შეუპოვრობა, მიზანსტრაფვა, ამიტომ არ გეშინიათ არანაირი ცვლილებებისა. ამიტომ თქვენი ავტორიტეტი საკმაოდ მოიმატებს და სხვათა შორის საკმაოდ ნაყოფიერად შეიძლება იმოქმედოთ არა მარტო საკუთარი იდეების რეალიზაციის კუთხით, არამედ ნაყოფიერ ექნება თქვენი მოქმედება მეგობრებისთვისაც. ეს ის პერიოდი, რომელსაც თქვენ ადვილად იტყვით უარს იმ ადამიანებზე, რომელიც ამავდროულად არ იზიარებს თქვენს იდეებს, არ იზიარებს თქვენს ახალ პროექტებს და შეგიძლიათ მათ გარეშეც საკმაოდ კარგად წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები. ეს პერიოდი ხელსაყრელს რეფორმებს, სიახლეებს, ახალი მეთოდოლოგიების დანერგვას, ახალებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ინტერნეტთან მაქსიმალურ კონტაქტს, საიდან შეიძლება ასევე მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ახლებურად გადაწყვიტოთ თქვენი პრობლემები. ყველაზე კარგია თქვენთვის აქ პერიოდი 5 თებერვლისა და შედარებით რთულია 3-8 თებერვლის დღეები და ეს რიცხვებიც. დანარჩენი დღეები წარმატების კუთხით საშუალოა. რა შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნის ნავადებლებს, ერგოტონუსი თქვენი უკვე აშკარად ეცემა, ამიტომ გავაფრთხილდით ჯანმრთელობას, გადაიღლებით, ამასთან ერთად ფსიქოემოციური არასტაბილურობა დრო და დრო იჩენს თავს, ამიტომ შეიძლება ყოველივე ამამ გამოიწვევს გარკვეული სირთულეები თქვენ საზოგადოებრივ საქმეებში ან თქვენს კარიერულ სფეროებში, ფინანსური დანაკარგების ტენდენცია, კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის ტენდენცია უკვე 1-2 მოიმატებს. ამასთან ერთად, შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთი თქვენთაგანისთვის სტიმული იმისთვის, რომ გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ თქვენ ცხოვრებაში, ან შეიძლება ზოგიერთი თქვენთაგანი აღმოჩნდეს ახალი სამსახურის ძიების წინაშე, გარკვეულწილად შინაგანი ტრანსფორმაციის პერიოდია. შეიძლება შეიცვალოს თქვენი სტილი ურთიერთობებისა, მოქმედებისა, აზროვნებისა
და ასე შემდგომ და უშვათ ისიც რომ ეს ის პერიოდია რომლის ველობისას თუ კარგ ურთიერთობებს შეინარჩუნებ დაუშვათ იგივე თუნდაც კოლეგებთან ხელმძღვანელებთან ეს ხელში უწყობს სტაბილიზაციას და შეიძლება წინსვლას თქვენი პროფესიონალური წინსვლისა და კარიული განვითარებისა. მას გარგია თქვენთვის 4 თებერვლის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 2 და 6 თებერვლის დღეები და ეს რიცხვებიც. შეიძლება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნი დაავადებლებს აღნიშნოთ რომ ეს პერიოდი ხელს ახალ საინტერესო შეხვედრებს, გზავრობას, მოგზაურობას, ერგოტონუსი თქვენი 100 თუ ისე მაღალია და ამიტომ ჯანმრთელობა მდგრადი ხელს სკობს კომუნიკაციას, საინტერესო იდეების რეალიზაციაში, შემოქმედებითი გეგმების დასახვას და გარკვეულწილად მათ რეალიზაციას, თუმცა რადგან დედამიწა ორღოთ ერგოველში ამ შვიდს ამ პერიოდს ნამდვილად ვერ უწოდებთ. იმიტომ რომ აქ შეიძლება მეგობრების პრობლემები მაიჩინონ თავი, რაც თქვენზეც ასევე ნეგატიურად იმოქმედებს. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არასასურველი ინფორმაციაც მიიღოთ. ამასთან ერთად ეს ის პერიოდი, რომელშიც შეიძლება მოგიხდეთ ზოგიერთი თქვენი დაუშვათ პრობლემების გადაწყვეტა და უბრალოდ დაავალოთ ეს გადაწყვეტა მეგობრებს, თუნდაც პარტნიორებს, ან თუნდაც ნათესავებს. ამის ტენდენცია შეიძლება წარმოიქმნას, თუმცა აუცილებლობა ამისი არ არის. და ამასთან ერთად ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს საჯარიმების გადახდა. ან თუ არ შეასრულეთ თავის დროზე ვალდებულებები, ამის კომპენსაციის წინაშე შეიძლება დადგეთ. ამ ტენდენციებმა შეიძლება ეჩინონ თავი. თუმცა ზოგადად პერიოდი არ არის ცუდი მგზავრობა მოგზაურობის კუთხით, მაგრამ თუ თქვენი ტრანსპორტით მოგზაურობთ, აუცილებლად ტრანსპორტი უნდა იყოს გამართული და გზაში არავისთან არ იკამათოთ, რათა ამას მერე არ მოყვეს გარკვეული სირთულეები. ყველაზე კარგია თქვენთვის 4 თებერვლის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 2 და 6 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კირჩხიბებს, პირველ რიგში ენერგოტონუსი თქვენი აშკარად ეცემა, შეიძლება ადვილად გადაიღალოთ, გაცივდეთ, ამიტომ ჯანმრთელობას პირველ რიგში რეაქცია ყურადღება, თუმცა ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ ამ პერიოდში ჯერ კიდევ ინტუიცია მდგრადია, იმაზე დაყრდნობით მოქმედება ნამდვილად არ იქნება ცუდი. თუმცა ზოგიერთი არასასიამოვნო მოვლენების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ თქვენ. და უშვათ ისიც რომ მაგ თქვენი მოტყუების თელობაც მოიმატებს, ზოგადად გადამწყვეტ ნებისმიერი ინფორმაცია ცოტა ფრთხილად იყავით ცოტა საიჭვე რეპუტაციის ადამიანებთან შეცდომების დაშვების ტენდენცია საკმაოდ მაღალია და ზოგიერთ შემთხვევაში თვითონ თქვენთაგანი საკუთარი თავი, საკუთარი მოქმედებით ხშირად იქნება უკმაყოფილო. დეირგლიყოფი ადამიანები სხვა შორის ზოგიერთ თქვენ შეცდომებს კარგად შენიშნავენ და ინახავენ და რასაკვირველია თვალწინ დაგიდებენ. რამაც შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს თქვენ სიამაყეზე, თქვენი თვითშეფასების კრიტერიუმზე და დაწყებულ ზოგიერთ შემთხვევაში სიტუაციები. რაც მეტად ენასყვილ დააჭერთ, საიდუმლოდ იმოქმედებთ, მით უკეთესი. აქ მოვერიდოთ ახალ ინტიმურ კავშირებს, რომელიც შეიძლება მერე საკმაოდ ცუდად დასრულდეს ან ცუდად გავითარდეს. ყველაზე კარგია თქვენთვის 4 თებერვლის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 2 და 6 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება იმპერატორთან ნიშანს ლომის ზოდიაქო იგულისხმება, თავისთავად ცოტა არასტაბილური პერიოდია ეს, დედამიწა ორღობით ენერგოველში, ამიტომ საქმეებშიც, პროფესიონალურ სფეროშიც, ურთიერთობებში შეიძლება გარკვეულმა დაძაბულობამ მიჩინოს თავი. და ზოგიერთ თქვენი ახალი პროექტი ან ახალი საქმე შეიძლება მთლად ისე ვერ წარიმართოს, როგორც თქვენ გქონდათ ამის იმედი. უბრალოდ შეიძლება თქვენ აქ მოგიხდეთ უფრო მეტად დასრულება ადრე დაწყებული საქმეების ან ვალდებულებების გასტუმრება და შესრულება. ზოგიერთ შემთხვევაში მოგიხდებათ ზოგიერთ გეგმაზე უარის თქმა. მეტი დრო ყურადღება უნდა დაუთმოთ კოლექტიურ ძალისხმევას. თუმცა პერიოდი კარგია შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოსავლენად, შემოქმედებითი მუშაობისათვის და სხვა შორის თუ იქნა კარგი პარტნიორული თანამშრომლობა, ეს თანამშრომლობა იქნება გამართლებული. ეს კარგია თქვენთვის 2 და 7 თებერვლის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგა 4 თებერვლის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება ქალწულებს, რადგან დედამიწა ორღოთ ენერგოველშია, თქვენი იმუნიტეტიც კლებულობს, ამიტომ არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ და ზედმეტად ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა არ აიღოთ. აღნიშნოთ, რომ აქ ცოტა გაკლიათ ენერგია და ამას იგრძნობთ, ფსიქოემოციური არასტაბილურობა დრო და დრო იჩენს თავს, რამაც შეიძლება სირთულეების შექმნა საქმიან სფეროში, სამსახურეობის სფეროში. ეს ის პერიოდი, რომლის ველობისას ასევე რაღაც ცვლილებები შეიძლება მოხდეს ასევე სამსახურეობის სფეროში, რამაც შეიძლება არ იყოს ცოტა თქვენი ცხოვრება და აღნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, რომ სველობისას თქვენ გავმართებთ მეტი ყურადღება პირველ რიგში ჯანმრთელობის მიმართ,
კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან მიმართებაში. რათა აქ არ დაიძაბოს სიტუაცია, მეტუმეტად შეიძლება გაჩნდნენ ახალი პროექტები, ახალი საქმეები, ახალი თანამშრომლები და სამნიშვანეა, რომ ეს ურთიერთობა და საქმეებიც, ასე ვთქვათ, სტაბილურად წარმართო და აქ არ იყოს რაღაც ქაოსი. რამაც შეიძლება მეტი დაძაბულობა და გაუგებრობები გამოიწვიოს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 3 და 8 თებერვლის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა ასევე 5 თებერვლის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც, რომელიც შედარებით ფრთხილად უნდა განვლოთ. რაც შეეხება სასწორებს, უბრალოდ სკოლისა სასწორებო გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში ერგოტონუსი თქვენი მადლობს ჯანმრთელობა მდგრადი, ამიტომ შეგიძლიათ უფრო აქტიურად იმოქმედოთ, ინიციატივა გამოავლინოთ, კარგი საქმიანი შესაძლებლობები, ნიჭი უნარი ასევე გამოავლინოთ, ზოგიერთ თქვენთაგან აღმოჩნდება ახალ რომანტიკულ კავშირებში, კი ბატონო, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რადგან დედამიწა ორგულველშია, თქვენი ფსიქომოტორული მდგომარეობა დრო და დრო არასტაბილურია და ამას მეგცეთ ყურადღება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცვალებადობა ხასიათისა. ზოგიერთ შემთხვევაში ადვილი გაღიზიანება და ეს ის პერიოდი, რომელშიც ასევე თქვენი ეს ემოციური გაღიზიანება შეიძლება გახდეს პრობლემების ფაქტორი. მათ შორის ვერ დასახოთ ამის შედეგად დროულად თქვენი არჩევანი, თქვენი მიზანი ამ ცხოვრებაში ეფექტურად ვერ გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები. მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სტაბილური ურთიერთობა შვილებთან, სასკოლო პარტნიორებთან, იმიტომ რომ აქ ურთიერთობა აერია, ეს საერთოდ არევს თქვენი ცხოვრების სრული წინსვლის პერსპექტივებს. ყველს კარგია თქვენთვის 2 და 7 თებერვლის დღეები და ეს რიცხვებიც და არ ვარგა 4 თებერვლის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება მორიელს, პირობებში მორიელებო აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომელშიც თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ძალიან საინტერესო მოვლენების წინაშე, თუმცა ეს მოვლენები ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ფრიად დაძაბული, რთული და ზოგიერთ შემთხვევაში ნეგატიურიც კი. სასკოლო პარტნიორებთან ურთიერთობა დაიძაბება ამ პერიოდში და ამიტომ შეიძლება გადავიდეს მერე სერიოზულ კონფლიქტებში. ან ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაშორებითაც კი დასრულდეს. აღნიშნოთ ისიც, რომ ზოგიერთი ადამიანი აღმოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ესწრება თქვენს ჩართვას ფრიად საეჭვო მოქმედებებში და ამის შედეგად თქვენი, ასე ვთქვათ, პოზიციები გახდება ნაკლებად სტაბილური. აქ შეიძლება საყოფო ცხოვრებო პრობლემებიც იჩინონ მეტად თავი, გაფუჭდეს სანტექნიკა, ელექტროტექნიკა, მოიხდეთ ამ შემთხვევაში უკვე თქვენი ძალისხმევა მივართოთ ამ სფეროს მოწესრიგებაზე, რაც კიდევ უფრო მეტად ფინანსურ ხარჯს გამოიწვევს და დროს ენერგიას დაკარგინებთ თქვენი საქმეებიდან გადაიტანს ამ სპეციფიურ საკითხებზე. მაქსიმალურად ეცადეთ არ დაძაბოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. რისი ტენდენციაც აქ ასევე მაღალია და მეგვიურებით საკითხები ამ პერიოდში არ გადაწყვიტოთ. ყველას კარგია თქვენთვის 3 და 8 თებერვლის დღეები რიცხვები და არ ვარგა 5 თებერვლის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებებს, ერგოტონუსს თქვენ არ ურჩევით, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, დინამიურია, ინიციატივიანია, მრავალფეროვანი კონტაქტების პერიოდია, სხვა შეიძლება კოლექტიურ ძალისხმევაშიც, დისპუტებშიც მიიღოთ მონაწილეობა, კი ბატონო, მაგრამ რადგან დედამიწა ორგულველში შედის, ამან შეიძლება ნეგატიური დაღიც დაასვას ამ პერიოდს, მაგალითად შეიძლება მოგიხდეთ გასტუმრება ვალებისა, კრედიტებისა და ასე შემდგომ. ანუ ეს ცოტა არასტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაზე და სიტუაციებზე მიუთითებს. აქ შეიძლება იყოს ძალიან ბევრი დაპირებები, დაუშვათ მოლაპარაკებები, რომელიც მათი უმრავლესობაში შემდგომ არ შესრულდება, ან დავიწყებას მიეცემა. ეს ის პერიოდი, რომელსაც ეცადეთ მაქსიმალური თავდაჭერა გამოავლინოთ ფინანსური ხარჯვის კუთხით. და პირად ცხოვრებაში ნუ იქნები ზედმეტად ხისტი, ზედმეტად პირდაპირი აქ მეტი დიპლომატიურობა გმართებთ. თუმცა პერიოდი კარგია სწავლისთვის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად, მგზავრობა მოგზაურობის კუთხით, მრავალფეროვანი კონტაქტების ხრივ. ყველას კარგია თქვენთვის 6 თებერვლის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 4 და 8 თებერვლის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თხისკას ერგოტონუსი აშკარად ეცემა, ამიტომ ჯანმრთელობა უკვე არ ამდგრადია, ეცადეთ არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. მოდიამშოთ, რომ აქტიურად ამოწმოთ გარკვეულწილად შეგიძლიათ ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესოთ, იმუშაოთ, ამ კვირ იპოვოთ შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყაროები, შეიძლება ახალი იდეები, პროექტებიც კი განახორციელოთ, კი ეს ტენდენციები შესაძლებელია, მაგრამ როგორც კი შემოვა აქ თანხები, ასეთივე სისტრაფი და უფრო მეტად ისინი წავლენ თქვენგან. ამიტომ შეიძლება აუგზავნოთ მოულოდნელი საღირლების, მოულოდნელი კაპიტალ დაბადებების, ინვესტიციების ან რაღაც დაუშვათ გადახდების წინაშე, რაც ინიცირებული იქნება უმრავლეს შემთხვევაში თქვენ პარტნიორების მიერ.
ამასთან ერთად მოდი ავუშვათ, რომ ზოგიერთი სარისკო მოქმედება შეიძლება გახდეს სერიოზული ფინანსური წარმატებობის მიზეზი. თუმცა ვიმეორებ, ადრეული საქმეებიდან შეიძლება ფინანსური დივიდენდები მიიღოთ, მაგრამ მათი ხარჯვის ტენდენცია შეიძლება ორმაგად მეტი იყოს. აი ამ მხრივ იყო ცოტა ყურადღებით ფინანსების ხარჯვის და ასე ვთქვათ, ინვესტიციების კუთხით. ყველას კარგია თქვენთვის 4 თებერვლის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგო 2 და 7 თებერვლის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე მერწყულებს, თქვენი დროა ყველაზე მაინც წარმატებული ამ პერიოდში მერწყული ზოდიაქოა, მზე ხა თქვენ ზოდიაქოს ნიშანს გადის, ამიტომ ჯანმრთელობა მდგრადია, ინიციატივის გამოვლენის უნარი, ორგანიზატორული მონაცემები, ქარიზმა, მიზიდულობა, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოქცევის ტენდენცია ერთიორად მაღალია. საინტერესო გეგმების პერიოდია, რომლის მიღებისას თქვენ გაძლევათ საშუალება, რომ ინიციატივა გამოავლინოთ და როგორც ლიდერმა ხელმძღვანელმა აიმაღლოთ თქვენი ავტორიტეტი საზოგადოებაში მრავალფეროვანი შეხვედრების, კონტაქტების, მათ შორის სასიყვარულო კონტაქტების პერიოდია და აუნიშნავთ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, როცა შეიძლება ჩვენი ცვლილებები მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, ახალი საქმე დაიწყო, ახალი პროექტი, მაგრამ ამავდროულად ფსიქოემოციურად ხართ არასტაბილური, გაითვალისწინეთ და არა გაქვთ ესეთ კარგად დასახული გეგმა მოქმედებისა. ხასიათვალებადობამ შეიძლება ასევე ჩინოს თავი, რაც ნეგატიური ტენდენციებია ამ პერიოდში და მithumetas თუ სულ სწრაფი ხართ და ჩქარობთ, მათ შორის იგივე თქვენი სიტყვიერი გამოთქმების გეგმების განხორციელების კუთხით, მაშინ ეს ყველა მეტ შეცდომებს დაუშვებთ. ასევე ამშვათ ისიც, რომ ძალიან ბევრად იქნება დამკვირვებელი თქვენს განწყობაზე და სურვილებზე ურთიერთობები ახლობლებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ამიტომ ეცადეთ, რომ ეს თქვენი სურვილები არ გახდეს ასევე და ზოგიერთ შემთხვევაში განწყობები არ გახდეს მათთან დაძაბულობის კრიტერიუმი. ყველას კარგია თქვენთვის 2 და 6 თებერვლის დღეები და რიცხვები და არ ვარგო 4 და 8 თებერვლის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თევზებს, რთული პერიოდი დაიწყო თქვენ ცხოვრებაში თევზებო, აქ დაბადების წინა პერიოდი, ეგრეთ წოდებული ენერგოტონუსი უკვე დაბალია. ჯანმრთელობა არ ამგრადეთ, არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ, არ აღმოჩნდეთ ტრავმული ტენდენციების წინაშე. ნუ დაიბნევით და ყურადღებას ნუ მოადუნებთ. ანუ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია, რომელიც ახლა დაიწყო თქვენს წლის განმავლობაში და აქედან გამომდინარე, არავით არის ცუდი აზრები, არავით არის ფიქრები წარსულზე, არავით არის შინაგანი შიშები, ეს ყველაფერი მოიშორეთ, პირიქით მაქსიმალურად ოპტიმიზმს დაეხდნით. დაუშვათ ისიც, რომ ფარულ მტრებს არ ძინავთ, მოშორნეები, ჭორები, ინტრიგები თქვენს ზურს უკან, ეს ყველაფერი აქ ძლიერდება და ამიტომ მიაქცევთ ყურადღება თქვენს ემოციებს, რათა ეს არ გახდეს თქვენი ემოციური არასტაბილურობის ერთ-ერთი ფაქტორი და სხვათა უტაქტო მოქმედებას ძალიან მძაფრ რეაქციებს ნუ მისცემთ. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ კონფლიქტები შევამციროთ, იმიტომ რომ კონფლიქტები ხშირად უბრალოდ კონტაქტები შევამციროთ ადამიანებთან, იმიტომ რომ ეს კონტაქტები ხშირად კონფლიქტებში გადავა, სარკასტულ გამოთქმებში გადავა და ეს ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ურთიერთობებს. ენას გველი დააჭერეთ, საიდუმლო დაიცავი და ისე იმოქმედოთ. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.